უკრაინა და უკრაინელები თავად გადაწყვეტენ საკუთარი საზღვრების მომავალს, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ საერთო განცხადებები გააკეთეს. ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში სისხლის ზღვას არ შეწყვეტს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს. ტერიტორიული საკითხები მხოლოდ სამხრივი შეხვედრის დროს უნდა განიხილებოდეს და რუსეთი არ მიუთითებს, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართება, განაცხადა ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიული გაცვლა შეუძლებელია. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი არ გააგრძელებს მათ ოკუპაციას. ხვალ თეთრ სახლში ჩანიშნულ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას არაერთი ევროპელი ლიდერი დაესწრება, მათ შორის მაკრონი, სტარმერი და მერცი. ცნობილია, რომ ვაშინგტონში ჩავა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც. შეხვედრას დაესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. რუსთაველის გამზირზე გუშინ დაკავებულ აქტივისტებს თორნიკე თოხშუასა და მინდია შერვაშიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთან ოცნების პროვოკატორი მივიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძეა.